მოგესალმებით მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი პოდკასტის პირველი ეპიზოდი. ამ ეპიზოდის განმავლობაში ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც ეხება ბავშვის თვითმკვლელობას. ჩემთან ერთად ამ საკითხზე ისაუბრებს ნათია ქარჩავა. ორიოდე სიტყვით ნათიას შესახებ მოგიყვებით. ნათია პროფესიით არის ქიმიკოსი, მას შემდეგ რაც დედა გახდა, ორი უმშვენიერესი ბავშვი ყავს, ასევე დამატებით გაიარა ნუტრიციოლოგიის და გასტრონომიის კურსები. მისი ბავშვები 6 თვიდან თვითმკვლელობით იკვებებიან. ნათიას ასევე აქვს Instagram ბლოგი, სადაც ის ეხმარება სხვა დედებს თვითმკვლელის მეთოდის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვაში და ასევე შთაგონებისთვის გვიზიარებს ულამაზეს და უმარტივეს ბავშვთა მეგობრულ რეცეპტებსაც. ნათია ასევე ხელმძღვანელობს Facebook-ის დახურულ ჯგუფს ცმაცუნებს. ნათია, ძალიან მიხარია, რომ ჩემთან ერთად ხარ აქ. მიხარია, ჩემი პირველი პოდკასტია. ჩემიც. რითაც მინდა რომ დავიწყოთ დღევანდელი საუბარი, არის ზოგადად რომ მოგვიყვე რა არის ეს თვითმკვლელობა, ეგრეთ წოდებული baby led weaning მეთოდი, რა უპირატესობები აქვს, ასევე ეგეც რომ გაგვიზიარო. ეს მეთოდი საკმაოდ მარტივია და ბევრად უფრო ჩახლართული ჩანს, ვიდრე სინამდვილეში არის. ამ მეთოდის მიხედვით ბავშვები ყარკვებას იწყებენ დამოუკიდებლად, ანუ ტოვებენ პიურეების ეტაპს. მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ბევრად მარტივია ამ მეთოდით, რომ ბავშვს აცადო და ხელი არ შეუშალო, ვიდრე მაგალითად, როდესაც პიურეებს აძლევ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ თვითმკვლელის მეთოდით შეიძლება ბავშვს სწორად შესთავაზოს საკვები. ყველა ის უპირატესობა, რაც თვითმკვლელობას აქვს ტრადიციულ მეთოდსაც, თუ მას სწორად ჩაატარებ, უბრალოდ აქ ბევრად უფრო მარტივია. ხო, აი რას გულისხმობ სწორად ჩატარება შეგრო? ანუ ბევრად უფრო მარტივია მოусმინოთ ბავშვის მინიშნებებს და არ შეუშალოთ ხელი, რომ ის გააკეთოს, რაც მას სჭირდება იმ მომენტში. თვითმკვლელის დროს ბავშვს ვაძლევთ საჭმელს, რომელიც მისთვის უსაფრთხოდ არის შეთავაზებული და ვაცდით, რომ თავად მიხედოს, თავად მიაგნოს პირს, თავად გაიგოს, როგორ უნდა დაღეჭოს, თავად გაიგოს, როგორ უნდა გადაყლაპოს და ასე შემდეგ. გასაგებია. იცი, ერთი-ორი სიტყვით მინდა ასევე ძალიან ჩვენი მაყურებლებისთვის, იმიტომ რომ ძალიან აინტერესებთ ხოლმე ეგ საკითხი. კონკრეტულად რისთვის არის ეს თვითმკვლელობა კარგი? ანუ რაიმე უნარების განვითარებას ეხმარება, თუ რაიმეს ამცირებს, თუ რისთვის არის კარგი ეგ რომ მოგუყვება? პირველ რიგში ძალიან ეხმარება ორალურ მოტორიკას, იმიტომ რომ როდესაც პირში უკეთ ერკვევა რისი გაკეთება შეუძლია და რა მოძრაობების გაკეთება შეუძლია და ამიტომ ბავშვი, რომელიც სანამ ბავშვი ღეჭვას არ ისწავლის, ლაპარაკს ვერ ისწავლის. და თვითმკვლელს ბევრად უფრო ადრე სწავლობენ ღეჭვას. ძალიან მომწონს ეგ, მართალია, მართლაც სანამ ღეჭვას ვერ ისწავლის, ლაპარაკს ვერ ისწავლის. შენ თვითონ როგორ გადაწყვიტე ამ მეთოდით რო გეკვება ბავშვები? პირველი რაც იყო, ის იყო, რომ დამეტანი სასწრაფოდ გამოიყურებოდა პიურეები აფრიკებში. და ვერ გავიმეტებდი ჩემ ბავშვს მწვანე მყრალი ბროკოლისთვის. მწვანე კი არა და ყვითელი მყრალი ბროკოლისთვის. გასაგებია. და მე იცოდი ამ მკვლევის მეთოდის შესახებ თუ პროცესში გაერკვია? ჩემი უფროსი ბავშვი არის 6 ნახევრის, ანუ 6 წლის წინ დაიწყო ასე კვება და 6 წლის წინ თითქმის არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვებოდა. დღეს უკვე ძალიან ბევრი ინფორმაციაა და ცოტა არ იყოს და უფრო რთულია გაერკვე, რომელს უნდა მოусმენა და რომელს არა. 6 წლის წინ უბრალოდ არაფერი არ იყო. თუმცა ერთად ვისწავლეთ მეც და ბევრმა სხვა ხალხმაც. და როგორ მოიპოვე, ასე ვთქვათ, ის თავდაჯერება და განბედაობა, ასე ვთქვათ, რომ ბავშვისთვის შეგეთავაზებინა არატრადიციული მეთოდით ყარის საკვები მიგეცა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენს მშობლებს მე თვითონაც ჩემი შვილები ამ მეთოდით იკვებებიან, მაინც გქონდა ეგ შფოთვა, რომ შეიძლებოდა ან გადასცდენოდათ, ან ვერ დაეღეჭათ, ან რაღაც ეგეთი. როგორ მოიპოვე მაგის თავდაჯერება და განბედულება, რომ ეგრე დაგეწყო? პირველი რაც იყო, სანამ ბავშვი დაიბადა და იქამდე გავიარე ბავშვთა პირველი დახმარება. ეს სავალდებულო არ იყო, თუმცა ძალიან აგრესიულად გირჩევდნენ, რომ გაგევლო ეს კურსი. ანუ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, თუ ბავშვს რამე გადაწდებოდა. ეს აგრესიულად სურჩევა ამერიკაში არის, ხო? ნათია ამერიკაში ცხოვრობს ამჟამად. და ზოგადად იმის მიუხედავად რას გადაწყვეტენ ბავშვის როგორ კვებას გადაწყვეტენ, ყველა მშობელს ან ადამიანს, რომელიც უბრალოდ ბავშვთან დიდ დროს ატარებს, ურჩევ რომ გაიაროს ამის ფიზიკური კურსი და არა ონლაინ. იმიტომ რომ ონლაინ რასაც მოისმენ პრაქტიკაში ბევრად უფრო რთულია ეგ სიტუაცია. ანუ ონლაინ შეიძლება არ იყოს საკმარისად დეტალურად ახსნილი. მაგალითად, ნაზად არ უნდა დათუნოს რუკხელი, მთელი ძალით უნდა ჩაარტყა. იმიტომ რომ გადახილი ნეკლი გამთავრდება და გაგუძული ბავშვს არაფერი არ ეშველება. მართალია.
და უბრალოდ ის არის რომ დანარჩენ საკითხში კიდევ უბრალოდ სტატისტიკას ვენდე. სტატისტიკურად თვითკვებით მეთოდი არ არის უფრო საშიში ვიდრე ტრადიციული მეთოდი და მეტიც. ყოველთვის როდესაც რამე ხდება თითქმის ყოველთვის როდესაც რამე ხდება მაშინ როდესაც არ იყო უსაფრთხოების წესრიგები დაცული და არ აქვს მეთოდს მნიშვნელობა. გასაგებია. და დამატებით კიდევ ის არის რომ უმეტეს შემთხვევაში როცა ბავშვს რაღაც ხდება ეს რაღაც არ არის საჭმელი. არის რაღაცა ისეთი რაც არ უნდა ყოფილიყო საერთოდ ბავშვთან, თუმცა ყველამ ვიცით რომ ბავშვები ყველაფერში ხვდებიან თავად. მართალია ბავშვი. იცი რა მაინტერესებს? რაიმე სხვა ეს მოსამზადება გასაგებია, სრულიად რეკომენდირებულია, ნამდვილად კარგი არის და ყველა მშობელი ფიზიკურად თუ რაიმე საფრთხე შეექმნება ბავშვს ან სუნთქვის ან გადაცდენის მზადრო იყოს, იდეალური არის და საქართველოში გვაქვს სხვათა შორის ამის კურსები, ფიზიკური მათ შორის. გარდა ამისა, სხვა როგორ შეიძლება რომ მომზადოთ თვითკვებისთვის რა პროდუქტები, რა არის რამე განსაკუთრებული რაც სჭირდება პროდუქტები. ყველაზე მარტივი გზა არის, რასაც მე ყველას ვურჩევ ხოლმე, რომ აირჩიოს პირველი რამდენიმე პროდუქტი, რასაც შესთავაზებს და იმის მერე მიყვეს დინებას. წინასწარ რომ ბევრი რაღაც გაამზადო, არ იქნება ჯერ ერთი შენთვის პრაქტიკული და მერე კიდევ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გგონია რომ იქნება და შეიძლება ძალიან გაგიცრუდეს იმედები. პირველი რასაც ვურჩევ რომ აირჩიოს ის სამი პროდუქტი, რასაც იმ პირველ სამ საჭმელზე შესთავაზებს და ეს პირველი სამი მე პირადად ვურჩევ რომ სათითაო პროდუქტები იყოს. თუმცა აუცილებელი ნამდვილად არ არის. და ეს თეფშები, კოზები არის საერთოდ საჭირო და თუ არის როგორი? თუ мотиваციას მოგიმატებთ, მაგ შემთხვევაში კი. თუ არა, ბავშვს პირდაპირ მაგიდანაც შეუძლია ჭამას გამაკიდის ზედაპირიდან მაგალითად. კოზების ჩანგლებზე პირველი კოლზების და ჩანგლებზე მაქვს საუბარი თვითონ როგორც არის ეხა ახალი გამოსულები არის მე მაქვს მე თვითონ ნამის კოლზები რამდენად არის საჭირო ან თუნდაც პატარა ჭიქები საჭირო არ არის თუმცა თუ შეგიძლიათ რომ შეიძინოთ და თქვენთვის არ წარმოადგენს დიდ ფინანსურ წნეხს მაგ ყველაფრის შეწევა იმიტომ რომ საკამოდ ძვირი ღერს ხოლმე გამოგადგებათ თუმცა აუცილებელი ნამდვილად არ არის თუ რამე პირველი რასაც შევთავაზებდი რომ შეიძინონ არის სილიკონის ან პლასმასის კოვზი, თუმცა სილიკონის უკეთესია. ყველაზე კარგი ვარიანტი რამდენიმე არის ხოლმე ყველაზე პრაქტიკული, იმიტომ რომ სხვადასხვა კოვზებს სხვადასხვა პლუსები აქვს და სხვადასხვა დროს ეგენი უფრო გამოგადგებათ. ზომას აქვს ხო ალბათ მნიშვნელობა რადგან ბავშვი უფრო მოკლეტარიანი კოვზი უკეთესი სამართავია, თუმცა არსებობს კოვზები, რომელსაც ორივე მხარეს აქვს საჭმლის ასაღები დეტალი და სწორ მხარეს ჩააწობს თუ არასწორ მხარეს ჩააწობს, მაინც შეძლებს ჭამას. Ryan Rose's კოვზებია ეგეთი, ერთ მხარეს ჩანგალია, მეორე მხარეს კოვზი, თუმცა სილიკონის ჩანგალი პრაქტიკულად კოვზია. გასაგებია. ეხლა ჩვენ შევხედეთ ორალური პირის აპარატის განვითარებას უწყობს ხელს, ეს ფიზიოლოგიური მომენტი არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მაინტერესებს, თუნდაც კვებასთან დაკავშირებით რა ბენეფიტი შეიძლება კონდეს მშობელს და ბავშვს, რომ ესევე თავიდანვე თვითკვების მეთოდით დაიწყონ კვება ეგ ერთი და ასევე კოგნიტური განვითარებისთვისაც როგორ არის რა უპირატესობები აქვს და თუ აქვს საერთოდ და რა როდესაც ბავშვს ვაჭრობთ პიურეს და ჩვენი ხელით ვაჭრობთ ერთადერთი რასაც ბავშვი იგებს ამ საჭმლის შესახებ არის გემოს და ალბათ იმაშიც დამეთანხმებით რომ ეს პიურები მაინც არც დიდად გემოებით არ დაიკვეხნის მე ვეთანხმები როდესაც ბავშვი თავისი ხელით ჭამს ჯერ ერთი მოტორიკასაც ვითარებს, იმიტომ რომ ხელით თვითონ იღებს ხელით, გრძნობს როგორი ტექსტურა აქვს, თავისით მიაქვს პირამდე, თვითონ უნდა მოკბიჩოს, თვითონ უნდა დაღეჭოს. ნუ დაღეჭვა ცოტა სხვანაირი რამეა, იმიტომ რომ ბავშვები ისევე არ ღეჭავენ, როგორც ჩვენ ვღეჭავთ. ეგ კი ისევე არ ყლაპავენ, როგორც ჩვენ ყლაპავთ. ენის მოძრაობა უმეტესად მაგას აქში მხოლოდ წინ და უკან შეუძლიათ. ანუ ჩვენ როდესაც ვყლაპავთ ენის ტალღოვანი მოძრაობით, ეგ საკმაოდ გვიან ვითარდება დაახლოებით წლის შემდეგ. შეიძლება ცოტა უფრო ადრესად, მაგრამ დაახლოებით მაგ ეტაპზე ვითარდება ხოლმე. და ამით უკეთ მეტრამეს იცნობენ ამ პროდუქტის შესახებ. ამიტომ ერთგვარი სენსორული თამაშიც არის კი. და თან უფრო გამბედავები არიან, იმიტომ რომ უცებირში არ მოხდებათ რაღაც და ამიტომ იციან რომ თუ არ გადაიფიქრებენ, შეუძლიათ შეწყვიტონ ვანდო ჭამა. უფრო გამბედავები არიან და
მეტ ინფორმაციას იღებს, ასე ვთქვათ, ვისი ტვენი მაგ დროს და ნაკლები დრო გვჭირდება, რომ თამაშით შევცვალოთ ეგ ნაწილი. თავდაჯერებულებასაც იმუშავებს დამოუკიდებლობას, ხო? და კიდე ეხა ეს დავფიქრი მაგაზე და მგონია, რომ ეს ბევრ განსხვავებულ ტექსტურასთან და გემოსთან რომ ავშეხება. ხო, ვიაც არიან ბევრი ესეთი ცვლილებებისთვის და განსხვავებული საკვებებისთვის, რაც თავის მხრივ ამცირებს აი ეს ფიქი ითერობას რო ეძახიან, ხო? ეს ამორჩევის ჭამას. ბევრად მეტი რამის გაცნობა შეუძლიათ და ზოგადად არ აქვს მნიშვნელობა რომელი მეთოდით დაიწყებ კვებას. მაინც არის პატარა ფანჯარა, როდესაც რასაც დაინახავს ყველაფერი პირისკენ მიაქვს და თუ ამ ფანჯარაში მან არ დაიწყო დამოუკიდებელი კვება. მე უკვე ძალიან დიდი ხანი ჯერ ადრეა. სხვათა შორის მაგაზე ერთი ძალიან კაი ციტატა გამახსენდა იმ დღეს შემხვდა პირველი 2 წლის განმავლობაში არ ელოდები რომ გამოიკვეთოს ბავშვის პრეფერენციები უყალიბებ მას. რაღაც ესეთია რომ ამ 2 წლის განმავლობაში მას არ ელოდები რა მოსწონს და რა არა. უბრალოდ მრავალფეროვას თავაზობ რომ მაქსიმალურად ჯანსაღი და ფართო სპექტრიდან ქონდა საყვარელი რაღაცა. მე პირადად ვიტყოდი რომ თვად 2 წელიც არ გაქვს ამისთვის. 12 თვემდეა ყველაზე კარგი დრო და მაქსიმუმ 18 თვემდე. ამის შემდეგ უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებული გემოვნება აქვს და გემოვნების გარდა ევოლუციურიც არის ეს წვნიანობა, იმიტომ რომ ძველ დროს, როდესაც ბავშვებს არ ჰქონდათ ამდენი ყურადღება, ის ბავშვი, რომელიც გავარდებოდა გარეთ და რაც შეხვდებოდა, ყველაფერს შეჭამდა, 2 წლის თუ არა 3-ის ნამდვილად არ გახდებოდა. ამიტომ გადარჩენისთვის აუცილებელი იყო, რომ ბავშვი წუნია ყოფილიყო. კი, რა თქმა უნდა, ყველა ემოციას თავისი დანიშნულება აქვს ნამდვილად. კაი, მოდი ახლა ცოტა დამატებით ვილაპარაკოთ იმ საკითხზე, როგორ შეუძლიათ რომ მშობლებს დააზღვიონ გადაცდენის რისკი, იმიტომ რომ ეს არის ის საკითხი, რაც ყველაზე მეტად ეშინიათ, შფოთავენ მაგაზე და ძირითად შემთხვევაში თავზეც არიდებენ ამ კვების დაწყებას და მოდი ამაზე ვითხარი, გაგვიზიარე შენი რჩევები, როგორ შეუძლიათ რომ დააზღვიონ ეს რისკი. პირველი რაც უნდა ვიცოდეთ ის არის ხოლმე რომ აი დიდია და გადაცდებას როდესაც ამბობენ ეს არის პირიქით. სასულე მილი საკმაოდ პატარაა. ანუ დიდი რაღაც ვერ მოხვდება შეგნით. გარდა ამისა ბავშვს თავისი დამცავი მექანიზმი ბევრი აქვს. ერთ-ერთი არის ის რომ გულის რევის რეფლექსი ან გაგრეფლექსი. თუ გულს ირევს, იმის რომ ირევს რომ არ გადაცდეს. და ამისი განსხვავება აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. ანუ თუ შვება არ ცდება პირიქით განმოფურთხებას ცდილობს. ხო, აი რა განსხვავება? მე ვიცი რომ რაღაცა მე ვაკვირდებოდი ხოლმე ესე რომ შეფერილობას ვაკვირდებოდი და სუნთქავს. თუ სუნთქავდა, ესე იგი ვიცოდი რომ უბრალოდ იგებს მაგას და ითავისუფლებს საყლაპავ მიერს. თუ არ სუნთქავდა, ნუ ერთად აგვიქაროს ესეთი შემთხვევა, მეც არ მქონია და იმედი არც არავის არ ექნება, მაშინ უკვე არის ჩარევა საჭირო. აი მაგაზე მოვიყვე. მე პირადად მქონდა რამდენიმეჯერ გადაცდენის შემთხვევა, თუმცა არც ერთხელ ეს არ იყო თვითკვების ბრალი. პირველი, როდესაც გადაცდენის შემთხვევა მქონდა, ეს იყო რომ ჩანთა მოიხსენდა ბავშვი დავსვის საწოლზე, 7 თვის ბავშვი და ჩანთაში იყო წყლის ბოთლი, ჩვეულებრივი ერთჯერადი წყლის ბოთლი. არ ვიცი როგორ მოახერხა რამდენიმე წამში, ამოიღო ჩათიდან ეს ბოთლი და თავსახური მოაკაბიჩა და გადაცდა. ბოთლის თავსახური. სწრაფად პირველივე დარტყმაში ამოუვარდა, თუმცა დამეტანი საშიში გამოცდილება იყო. საშიში გამოცდილება იქნებოდა. და იმითი მივხვდი, რომ საერთოდ ხმას არ იღებდა, გასუსული იყო და ფერი გასტიოდა. და როდესაც ბავშვი აგრესიულად ცდილობს, რომ გული აირიოს, ის ბავშვი კარგად. ამ დროს ჩარევა რამდენი არ არის საჭირო ჩარევა. ერთადერთი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის, რომ ხელი მიუტანოთ პირთან, რომ მიხვდეს, რომ უნდა გადმოაფურთხოს. გასაგებია. კიდე არის რამე განსხვავებელი ამ გაგრეფლექსსა და გადაცდენას შორის? არის. პირველი ის რომ ბავშვი თუ ხმაურიანია, უფრო მეტი შანსია რომ ეს იყოს გაგრეფლექსი. ბავშვი თუ წითლდება, მაგრამ ანუ ეს არის ისო გაგრეფლექსი, თუ ბავშვი ჩუმად არის და ლურჯდება, ეს არის გადაცდენა და ნამდვილი გადაცდენა ძალიან იშვიათია. აქ მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ საჭმელი როგორი ფორმით იქნება შეთავაზებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა ზრდის გადაცდენის რისკებს და რა ამცირებს. ის რაც გადაცდენის რისკს ზრდის, არის ის, რომ საჭმელი შეიძლება უნდა მყარია, არის მრგვალი და არის სრიალა. ეს ყველაფერი ზრდის გადაცდენის რისკს. თუ საჭმელი არის ადვილად იჭრდება და არის დიდი ზომის, ადვილად შეუძლია ხელში აიღოს, ის ნაკლებად იქნება. თუ არ იშლება, ის ნაკლებად იქნება გადაცდენის რისკი. ანუ ბავშვი ისეთი ფორმით უნდა იყოს მომზადებული, რომ ბავშვი აიღებს და ხილისკენ წაიღებს, ეგრევე დაიშალოს, ხო, ფაქტობრივად.
მარტივი ტესტი ამისთვის არის, რომ ორი თითით ადვილად იწყლდება თუ რთულად. აი მაგალითად ძალიან ადვილად იწყლდება ბანანი და ავოკადო, ან მოხარშული კვახი. მე პირადად ეს სამი რაღაც არის ჩემთვის ყველაზე მარტივი საჭმელი, რითიც შეგიძლია დაიწყო კვება. მეორე რაც შეგიძლია შესთავაზო, რაც ყველაზე უსაფრთხო იქნება, ასევე არის საჭმელი, რომელიც პრაქტიკულად გაუნადგურებელია. ანუ რასაც ვერაფრით ვერ მოაკვიჩავს რამეს რო გადაცდეს. მაგალითად, არა, პირიქით. ეს ადვილად წყდება საფრთხო ძალიან საშიშია. მაგალითად, ხორცი, რომელიც რეზინასავით არის მომზადებული. ბარკალი. ბარკალი, კი. ძალიან უყვარდა ჩემს ბარკლის ხელში 6 თვიდან ძალიან კარგი იყო ხოლმე რომ ეს დაიჭერდა. ანანასის გული არის ძალიან პრაქტიკული, მანგოს კურკაც, რაც მართალია ერთი შეხედვით თუ საქართველოში აბა ეგ სად არის, მაგრამ არის. კი. მწვანე ხახვიც გამოდგება იმ ბავშვთან, რომელსაც კბილები არ აქვს. გასაგებია. აი, კარგი საკითხი ახსენე, კბილები რამდენად არის საჭირო რა დაიწყან თავის. ამას საკში ბავშვს მაქსიმუმ წინა კბილები ქონდეს და წინა კბილებით ჩვენ არ ვღეჭავთ. უკანა კბილებით ვღეჭავთ და თან ღეჭვაც განვითარებული უნარია, ღეჭვა არ არის უნარი, რომელიც ბავშვს აქვს თავიდანვე. და სხვანაირად ღეჭავენ. ბავშვები, როდესაც იწყებენ კვებას, ენით ასვისავენ ზედაყბას. შეგიძლიათ საჭმელი მასე დაატესტოთ, საქმელი საერთოდ არის თუ არა, თქვენი თქმით, ან უბრალოდ ორი თითით. გასაგებია. ესე იგი ფორმა და როგორი ფორმა და ზომა არის მნიშვნელოვანი რა გამცირებს გადაცემას. უნდა იყოს ისეთი, რომ ხელში მარტივა დაიღოს, მაგრამ მუჭიდან რამე ჩაგდეს. და უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ პირში მთლიანად არ ეტევდეს. გასაგებია. ასეთ საჭმელს მარტივა დაიღებს, მარტივად მოაკბიჩავს, ან მოაწუწნის, ან როგორც შეჭამს ისე. და კიდევ ერთი რაღაც, რასაც მე ხშირად ვისაუბრებ ხოლმე, მაგრამ რომ დაიშლება და პატარა გახდება, მე რა ვქნათ. და ერთი მარტივი გზა არის ამისთვის, ახალი მიაწოდე. ხო. ან უფრო დაინტერესდება ამ ახალი საჭმლით და იმას დაანებებს თავს. ხო, ანუ რაღაცა მზად უნდა ვიყოთ ჩვენს რა ზოგადად ერთი რომ ფრიანად არ შეჭამს, მეორე რომ მოისფრება ირგვლივ ყველაფერი და ცოტა მეტი საჭმელი დაგჭირდება. სავარაუდოდ მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ ძალიან ბევრ ბავშვს, რომელსაც გვიჩვენებენ, ვაი პირველად გასინჭა და ნახე რა კარგად ჭამა, სავარაუდოდ ჩვენ ბავშვი ხელებს ეკრავს და ძერს დაყრეს ყველაფერს. სავარაუდოდ ეგრეთა ჩემმა მეორე პირიქით, მეორე ყველაფერს ჭამდა. ჩემმა ორივე ეგრე დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ მეორეს ველოდებოდი რომ ყველაფერს შეჭამა, თუმცა მალევე ჭამა ყველაფერს. ხო, ეგრე იყო ზუსტად ჩემიც. კაი, მოკლედ, ეხლა მაინტერესებს შენი რჩევები იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება რომ მშობლებმა მართონ და გაუმკლავდნენ გარშემომყოფების რჩევებს, კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ბევრი მშობელი ძალიან თვითონ არიან ჩამოყალიბებული ერთმანეთში, რომ უნდათ ეს მეთოდი, მაგრამ იქია გამომდინარე, რომ ზოგადად საზოგადოებაში არ არის ამის მიმართულება, მაინც ძალიან ბევრ წნეხს უძლებენ და მე ეს შესაბამისად მოქმედებს იმაზე, რომ შეიძლება უარი თქვან. როგორ შეიძლება რომ მაგისთვის მოემზადონ მშობლები და რა შეიძლება რომ პირველი ის არის რომ ჩვენი შვილია და ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ეს არ არის სხვისი ასარჩევი, ეს არის ჩვენი ასარჩევი. და მეორე ის არის რომ ის უნდა გავაკეთოთ რისი თავი და ენერგიაც გვაქვს. ანუ თუ ძალიან დიდ სტრესი მოაქვს იმას რომ თქვენ კი გინდათ თვითკვება, მაგრამ ვერ უმკვლავდებით და არა უშავს თუ მოხვდებით ამ წლეხის ქვეშ და გადაიფიქრებთ, იმიტომ რომ არ არის არაფერი არ არის, სადაც ან ყველაფერი ან არაფერი, აქაც შეგიძლიათ რომ ანუ უფრო მაგალითად უფრო ნაკლები თუ უფრო სუბუქად ქნათ თვითკვება. ანუ მაგალითად ჩემ 7 თვის ბავშვი ხინკალს ჭამდა. თუ თქვენ ამისთვის არ ხართ მზად, არ არის ეს პრობლემა, არ არის საჭირო რომ ხინკალი ჭამოს, შეუძლია რამე სხვა ჭამოს, მაგალითად ხაშლაბა, რომელიც უბრალოდ მოხარშული ხორცია. და თუნდაც ეს არეულობა, ბევრი საჭმლის მოსროლა ნაკავშირი თუ არ არის მისაღები, ეგეც მისაღებია რა ჩვეულებრივად ყველაზე მარტივი რაღაც, რაც ბევრი საჭმლის დაკარგვაზე არის, რომ უმეტესობას თქვენი საქართველოში ისედაც ყავთ ცხოველი და შეგიძლიათ ეგ ცხოველისთვის გადადოთ. თუ ეგ ვარიანტი არ არის, შეგიძლიათ ძირს რამე დააფინოთ. შეგიძლიათ ერთიანად ბევრი საჭმელი არ შესთავაზოთ, იმიტომ რომ ეგ ძალიან ამცირებს ძირს რამდენი მოხდება მაგას. შეგიძლიათ მხოლოდ ისეთ დროებში შესთავაზოთ ძალიან არეულობის გამომწვევი საჭმელი, როდესაც მაინც უნდა დაგელაგებინათ ყველაფერი. თუმცა მე ჩემი გამოცდილებით ვიტყოდი, რომ ძალიან მოსრული მაგიდა და ოდნავ მოსრული მაგიდა ერთი და იგივე დრო სჭირდება გადასაწმენდად და ჭამის მერე მაინც გადასაწმენდია ხოლმე. ნამდვილად. ტრადიციული მეთოდითაც ვინც იკვებება, იმ ბავშვებისთვისაც არ არის რაღაც სუფთა პროცესი ხომართალი, ანუ მაინც უმოწმელია მაგიდა სკამი ბავშვი. მე პირადად პირველ ბავშვთან კვება არ დამიწყია 6 თვისას, დავიწყე 4 თვისას, იმიტომ რომ ძალიან მძიმე რეფლუქსი ქონდა და კუჭში საერთოდ რძე არ რჩებოდა. ანუ
სამედიცინოდ სჭირდებოდა რამეს შემასქელებელი და რაც ანტირეფლუქსისთვის გამოიყენება სპეციალური რიცე AI. AI მარტო ანტირეფლუქს არ ნიშნავს, კიდევ ნიშნავს edit rice, ანუ ბრინჯი აქვს დამატებული გასასქელებლად და იმის დასვათ რომ ბავშვი ხელოვნურზე განამეყვანა და შევეძლო უბრალოდ ფაფა ჩემით მიმეცა. და ვაძლევდი ამ ფაფას და მინდა გითხრათ რომ მაშინ უფრო ისვრებოდა ვიდრე როდესაც უბრალოდ ჭამდა თავისი ხელით. კი. გასაგებია. ეხლა მაინტერესებს ზოგადად მე თვითონაც რომ დავიწყეთ ეს კვება ჩემ პირველ ბავშვს მქონდა ეს მომენტი, ეხლა მეორე ბავშვს უკვე მზადრად გამიყავი და არ მქონია, მაგრამ პირველ ბავშვს მახსოვს ძალიან კაფიოდ ეგ შეგრძნება რომ სულ იმაზე მქონდა საფიქრებელი, ეხლა რა შევთავაზო, რა რაოდენობა შევთავაზო, რამდენჯერ შევთავაზო. აი, სულ ამებზე ვფიქრობდი, კარგად რო არ ვიცოდი, ზოგადად ამ ეთრებში რო არ ვიყავი გარკვევი და მოგვიყევი ეხლა ზოგადად ამ რაციონის შესახებ, რა პორციები უნდა შევთავაზოთ, რა შეგვიძლია რომ შევთავაზოთ, რამდენჯერ და ესეთი დეტალები. ამის ყოველთვის, როდესაც ასეთ კითხვას მისვამენ პასუხობ ხოლმე, რომ უნდა მიყვე ბავშვის მინიშნებებს. ერთი შეხედვით ძალიან რთულია, თუმცა უნდა დაიწყო იმისთვის, რომ ეს გაიგო. როდესაც თავიდან ვიწყებთ მყარკვებას, ამ კვებამ ხომ ბავშვი არ უნდა დაანაყროს, იმიტომ რომ ისედაც რძით მიიღებს საკმარის კალორიებს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ბუნებრივი რძია თუ ხელოვნური. როდესაც ბავშვს ვიწყებთ, უბრალოდ იმდენი ხანი ვაგრძელებთ ამ პროცესს, სანამ არ იმას არ მობეზრდება, ან ჩვენ მაგალითად 10-15 წუთი მაქსიმუმ, და არ გვინდა რომ ბავშვი გადაიღალოს და მე ნეგატიური ასოციაცია დარჩეს ამ ჭამასთან. ანუ მაგალითად თუ ბანანით ვიწყებთ, შეიძლება საერთოდაც 3 ბანანი დაგჭირდეთ იმისთვის, რომ პირში რამე მოხვდეს. მე ნამდვილად პირველ კვებაზე მთლიანი 3 ბანანი დამჭირდა. თუმცა არ ნიშნავს რომ ამ ბავშვმა ეს 3 ბანანი ჭამა და ბანანი რახან ისეთი იაფიანი ხილი იყო, არ იყო პრობლემა რომ ვარდებოდა ჩემთვის. და უბრალოდ იმდენი ხანი რომ მან გასინჯებს ან მოპეზრდა დავინახე. თუ ხედავთ რომ ბავშვი ღიზიანდება, შეგიძლია უნდა ამოვიყვანოთ ქიდან და ან გავაგრძელოთ სხვა დროს ეს პროცესი. ეს დაძალება თავისი ხელით, აი მიდი კიდე ჭამ, ესეთი რაღაცები არ გვინდა, ხო? ამ თვითკვების მეთოდში პირველი შეგვიძლიათ რომ მაგალითად სიტყვაზე ეს ბანანი დავუდეთ და არ იღებს. შეგიძლიათ რომ აიღოთ და მიაწოდოთ, შეგიძლიათ თქვენ ჭამოთ რომ მიხვდეს. შეგიძლიათ 2 გზით შესთავაზოთ და ზოგადად ამას ხშირად ვუწყობ რეკომენდაციას, რომ გარდა იმისა რომ ეს მესამედი ბანანი გექნებათ ხელში, შეგიძლიათ კიდევ დაჭყლეტილი ბანანიანი კოვზით დადოთ, ან ჰაერში მიაწოდოთ, თუმცა თქვენით არ ჩაუდოთ პირში. და თუ ტრადიციულ მეთოდს ვწყვეტ და თქვენით კიდევ ჩაუდოთ პირში, არ შეაწმინდოთ ზედაყბაზე. იმიტომ რომ ენის მოძრაობა, რომელთაც ეს საჭველი უნდა აიღონ და წაიღონ, ჯერ არ აქვთ. უნდა ვაცადოთ, რომ თვითონ თავისი პირით აიღოს კოვზიდან ეს საჭმელი. თუ ბავშვის სახეს გაწევს, ეს კოვზით არ უნდა ვსდიოთ და აი ამის შესრულება საკმაოდ რთულია, ბევრად მარტივია მივცეთ და დავაყოთ. გეთახმებით, სხვათა შორის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიოლოგიური მექანიზმის გამომუშავების წინაპირობა, ხო, რომ ადამიანმა საკუთარ თავს სხეულს უსმინოს და აღიქვას, როდის არის დანაყრებული, რა უნდა თუ არა საერთოდ და გაჩერდეს. იმიტომ რომ მე ვიცი ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა და ვიცი რომ ბევრის პრობლემაც არის, მე მაგალითად თვითონ აი ეს შეგრძნება არ მაქვს, რომ გავჩერდე და ძალიან დიდი დისკომფორტი მქონდა. ეხაც მაქვს, მაგრამ ეხა უფრო მართვა ვისწავლე, მთელი ახალგაზრდობის განმავლობაში დიდი დისკომფორტი მქონდა მაგაზე, რომ არ მქონდა ზღვარი, საკუთარ სხეულს ვერ ვუსმენდი, რომ მეუნდოდა რომ გეყავ გაჩერდი და არ ვჩერდებოდი მაინც. სხვათა შორის, აი, ზუსტად ეს არის განსაკუთრებით დიდი პლუსი, როდესაც ბავშვს სხვადასხვა ტექსტურა თავიდანვე აქვს. იმიტომ რომ შიმშილს წინაყრის განსაზღვრა ორგანიზმში ხდება 2 სხვადასხვა გზით. ერთი არის სენსორული გზა და ერთი არის ენდოკრინული გზა. ენდოკრინული გზა, ანუ როდესაც კუჭი გაივსება, წარმოიქმნება ჰორმონი ლეპტინი. თუმცა ეს დრო სჭირდება ამის წარმოქმნას. ასევე, როდესაც კუჭი ცარიელია, წარმოიქმნება ჰორმონი გრელინი და ეს გრელინის სახელი მოდის იქიდან, რომ კუჭი გრგრს უშვებს. და ასევე ინსულინის წარმოებაც, ანუ თუ სისხლში შაქარი მოგემატებათ, ინსულინი კი იწარმოება და როდესაც დავარდება, მე ხვდებით შიმშილს. თუმცა ეს აგვიანებს ეს პროცესები, უფრო გვიან ვიგებთ და უფრო მალე ვიგებთ, რომ აი ემოციები მივიღეთ საკმარისი და გვეყო. უფრო ადვილად დავნაყრდებით, თუ საჭმელი მრავალფეროვანი იქნება, ანუ უფრო მალე გავიგებთ ამ დანაყრებას. იმაზე არ არის, რომ ნაკლებს არ შევჭამთ, უბრალოდ იმდან შევჭამთ, რამდენიც გვჭირდება. რამდენჯერ უნდა შესთავაზონ და ანუ
მე მახსოვს ესეთი მოცემულობა, რომ ჯობია რომ ბავშვი მშიერი არ დავსვათ თვითკვების დროს, უნდა იყოს რაღაც დონეზე დანაყრებული. რომ ეს მშიერი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ვერ გაღიზიანებული იქნება. ანუ იდეალურ ვარიანტში თუ ბავშვს აქვს ასეთი ჩამოყალიბებული რეჟიმი, იდეალური ვარიანტი იქნება, როდესაც 1 საათით ადრე ჭამა. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც არის, რომ არ ძალიან არ უნდა შეოდეს, არც ახალი ნაჭამი არ უნდა იყოს და არ უნდა ეძინებოდეს. ანუ კომფორტულად უნდა იყოს და თან არა შეგიძლიათ რომ გადადოთ და სხვა რომ მაგალითად დილით სადოთ არ გამოვიდა და ცოტა მერე სადოთ შუა დღის წილის მერე. ეს რაღაც საჭმელებს რომ ყრიან ხოლმე ეგრევე როცა პირველ ჯერზე ანეკარებიან, არ არის ხო საჭმელი? არაფერს არ ნიშნავს. ეგ არ იცის რა უნდა ქნას, არ იცის მისგან რა შეიძლება. მშობლები რო ყრიან მაგას ვამბობ, რა იმ კვე რო ჭამა, ასა რო არ ჭამა და რო არ ინახავენ ხოლმე მათი საჭმელი. ნამდვილად არ არის საჭირო. ნუ ეგ ხო პირად არჩევანზეა, მე პირადად თავიდან არ მე თვითონ ჭამდი ხოლმე იმას და მე ახალს ვაკეთებდი, თუმცა არ არის საჭირო. 48 საათით ინახება მაცივარში ეგ მომზადებული საჭმელი და უსაფრთხოა ბავშვისთვის. უბრალოდ, როდესაც ასეთ პატარა ბავშვთან არის საუბარი, უნდა გააცხელოთ თავიდან. მაცივიდან გამოყებული ნებისმიერი საჭმელი უნდა გაცხელდეს მინიმუმ 70 გრადუსამდე. მიკროტალღურში გაცხელებაც უპრობლემოდ შეიძლება, უბრალოდ ის არის, რომ მიკროტალღური თანაბრად არ აცხელებს და ეგ უნდა გაითვალისწინოთ. შეიძლება უცებს შიგნით სადღაც ძალიან ცხელი იყოს და დაიწვას, ან პირიქით სადღაც ცივი წერტილი ქონდეს. ხო, რატომ უნდა გავაცხელოთ ეს საკვები, მაცივიდან გამოყებული? ბავშვის კუჭი არ არის მზად გაუმკლავდეს იმ პატარ-პატარა მიკრობებს, რასაც ჩვენი კუჭი უპრობლემოდ უმკლავდება. ამიტომ ცოტა მეტი სიფრთხილეა საჭირო ბავშვის საჭმელთან, ვიდრე მაგალითად გაცხელება ზარგადასარავი დაზღვევა მაგისთვის, ხო? ხო, რამდენჯერ უნდა შესთავაზონ ეგ დასაწყისისთვის უკეთესი ვარიანტია, რომ მხოლოდ ერთხელ შესთავაზონ. თუმცა თუ მაგალითად ამ კვებაზე საერთოდ არაფერი არ ჭამა და გინდათ რომ კიდე ერთხელ შესთავაზოთ, შეგიძლიათ. უკეთესი ვარიანტია, რომ დაიწყოთ დღეში ერთხელ კვებით და გადახვიდეთ შემდეგ კვებაზე, ან მეორე კვება დავუმატოთ მაშინ, როდესაც ამ ერთ კვებას უკვე ჭამს და კარგად ჩასვით რუტინაში, იმისთვის რომ ეს ბავშვი არ აწვალოთ და არც თქვენ არ იწვალოთ, იმიტომ რომ რავი, ალბათ დამეთანხმებით, რომ საწვალებელია, როდესაც ბევრ დაყრალ საჭმელს. ეს კონკრეტული თვეები არა აქვს, ხო ამას, იმიტომ რომ მაინც როგორც ნაკლებად, ანუ მე პირადად მალევე დავუმატე მეორე კვება, იმიტომ რომ მალევე მიეჩვი ამ კვებას და მესამეც მალევე დავამატე. ჩემ ბავშვი 8 თვიდან უკვე სამი სრული კვება ჰქონდა. მნიშვნელოვანი არის რომ არ ჩასვათ ხემსები ასეთ პატარა ბავშვებთან და ზედმეტი საკვები თუ ბავშვი არ ჭამს, არ ჭირდება ახალი კვების დამატება, რომ იქნებ რამე ჭამოს. პირიქით, იმიტომ არ ჭამს, რომ სავარაუდოდ არ შევდება. ეს არის ზუსტად რაც ფიქი ითერობას ამცირებს სამომავლოდ, ხო? ეს ყოველჯერზე ახლის ჩამოყალიბებული, არ ჭირდება ყოველჯერზე ახლის შეთავაზება, ჭირდება, უნდა იგრძნოს, რომ ცოტათი მაინც მოშივდა, სხვანაირად არ შეჭამს, იმიტომ რომ მაგას ვასწავლით ბავშვს, რომ თავის შეგრძნებებს უნდა მოусმინოს. და ეს ყოველჯერზე ახალი საჭმლის შეთავაზება მანამ სანამ არ შეჭამს, უყალიბებს იმას, რომ შეუძლია იქამდე დაიცა და სანამ არ მიიღებს იმას, რაც უნდა, ხო? და სხვათა შორის ამას და ერთ-ერთი რაღაც, რასაც მე ხშირად ვურჩევ ხოლმე მშობლებს არის, რომ რაღაც ეტაპის შემდეგ აუცილებლად დააშორონ ძე მყარკვებას და როცა მყარკვებას მორჩება, ეგრევე ძე არ დააყოლებინონ. იმიტომ რომ განსაკუთრებით ძუძუს ბავშვებში ხდება ხოლმე ის, რომ აი მე ძუძუს ბავშვია და არაფერი არ უნდა და სინამდვილეში უბრალოდ ყოველთვის იცის ბავშვმა მიჩვეულია, რომ ყოველთვის ეგ არის შემცვლელი საჭმელი და თუ არ არის საჭირო რომ ჭამოს, იმიტომ რომ ძე ეგრევე იქნება. გასაგებია. კარგი. მოდი ახლა ვილაპარაკოთ ისეთ სიტუაციაზე, როდესაც ბავშვმა დაიწყო ტრადიციული მეთოდით, პიურებით და მშობლის ხელით ჭამა, თუმცა მშობელს უნდა რაღაც პერიოდში რამდენიმე თვის შემდეგ გადაიყვანოს. ზუსტად ეს არის სწორად მართული ტრადიციული მეთოდი, რომ ბავშვი იწყებს პიურებით კვებას და ნელ-ნელა იწყებს თვითკვებასაც. ასეთ შემთხვევაში ყველაზე ხშირად რასაც ურჩევენ ხოლმე და მე თუ მკითხავთ, არ არის მაინც და მაინც კარგი გზა, არის ტექსტურის ნელ-ნელა გასქელება, იმიტომ რომ ელოდება რომ პირდაპირ გადასაყლაპი საჭმელია და ამ დროს არ არის და ძალიან გულს ირავს ხოლმე და აი მშობლები სულ მაგაზე წუწუნებენ, რომ აი გულს ირავს როგორც კი გავუსქენებ და რა ეკარება საერთოდ და არის ის რომ უნდა მისცეთ პირიქით, რაც შეიძლება მყარი საჭმელი ასეთ დროს რომ უბრალოდ ისწავლოს მის
ახალი რაღაც არის და ისწავლოს მისგან რას ელოდები. გაიცნოს ხო? მაგალითად, ერთი კვება დაამატოთ, თუ აქამდე დღეში ორჯერ აძლევდით პიურეებს, მესამე კვება დაამატოთ, რომელიც იქნება მყარი. და ეს ორი კვება გააგრძელოთ პიურეებით. ანუ, როდესაც თავისი ხელით შეჭამს. შეგიძლიათ აცადოთ, რომ ბოლომდე თავისი ხელით ჭამოს მაგ კვებაზე, იმიტომ რომ არ დაგრჩებათ ეს ბავშვი მშიერი, აქამდეც ჭამდა. არ გამოგივათ თუ სრულიად ჩანაცვლებას ეცდებით, იმიტომ რომ თქვენ ელოდებით, რომ არაფერს რომ არ ჭამთ და ისეთ ბავშვს როგორც ავთავაზობთ, იგივე რაღაცას ვერ დაანაყრებს ბავშვს, რომელიც სრულ ლუფებს ჭამდა თქვენი ხელით. ამიტომ ვაძლევთ საჭმელს, რომელიც არის თხელი, არის ისეთი, რომელსაც თავისი ხელით აიღებს და დაღეჭავს და გამოუცდელი ბავშვისთვის შესაფერისია. მაგალითად, ის არის ანანასის გული, ან მანგოს ყურკა, ან ბარგალი, ან რამე ასეთი. კიდევ ერთი რასაც დავამატებდი ამ ყველაფრის სეროს, როდესაც მშობელს უნდა ტრადიციული მეთოდიდან გადავიდეს თვითკვების მეთოდზე, თვითონ მშობელმაც უნდა შეიქმნას სწორი მოლოდინები და რა შეიძლება რომ მოხდეს ამ პროცესის განმავლობაში. იგულისხმება ის, რომ დრო დასჭირდება პირველი, რა თქმა უნდა, და ასევე თავიდან როგორც 6 თვის ბავშვი დაიწყებდა თვითკვებას, ანუ ყველაფერი რო ძირს არის, არაფერს რო არ ეკარება, რო არ ყლაპავს, გაგრეფლექსები რო აქვს და ასე შემდეგ, ყველაფერი ზუსტად იგივენაირად იქნება ამ შემთხვევაშიც. თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, ეს არ არის 6 თვის ბავშვი, ეს არის 9 თვის ბავშვი, რომელიც საკმაოდ დიდი მოცულობის საჭმელს ჭამდა აქამდე და ჩვენ რომ მივედით და შევთავაზეთ ერთი ცალი ბროკოლის ყვავილედი, არ ეყოფა ამ ბავშვს ეს, არ იქნება ამით კმაყოფილი. ამიტომ შესაბამისი მოცულობის საჭმელი უნდა შევთავაზოთ, ეს ერთი. და მეორე, არ უნდა ჩავანაცვლოთ, უნდა დავამატოთ. და როდესაც ეს დამატებულ საკვებს შეჭამს, მე შეგიძლიათ რომ ის ერთი კვება ჩაანაცვლოთ და მე ის მეორე კვება ჩაანაცვლოთ. და ეტაპობრივად გადავიდეს უკვე სრულად არკვებაზე, ხო? აჰა, გასაგები არის. მე მგონი სულ ეს არის, რა კითხვებიც მქონდა თქვენთან. შეხვალ გაქ რამე რაც გინდა რომ რაც არ დაგვიფარია ამ საუბარში და გინდა რომ გავაზიაროთ რომ მგონი დავფარეთ, თუმცა მაინც დავამატებ ხოლმე, იმიტომ რომ ჩემთან მოდის ეს კითხვები. პირველი, თაფებს როგორ შეჭამს? ამ შემთხვევაში გვაქვს ისევ რამდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთი არის რომ ფაფა მოვამზადოთ სქელი და ჩვეულებრივ რომ მუჭით შეჭამს, თუმცა დაისურება. მასზე და ყელში ყურებს. არა უშავს დაობან. ეს არის მეორე, როგორ რა უნდა ვიყიდოთ და რა გვჭირდება აუცილებლად. პირველი, ერთადერთი რაღაც, რაც აუცილებლად გვჭირდება ამ მეთოდისთვის, არის ფხიზელი ზრდასრული, რომელიც ყურადღებას მიაქცევს ბავშვს. მეორე, რაც მნიშვნელოვანია ძალიან ასევე, არის ადგილი, სადაც ბავშვი დაჯდება უსაფრთხოდ, ან ბავშვი იქნება გამართული და იდეალურ ვარიანტში ეკრება ფეხის დასადებით. თუმცა, თუ ბაზარზე საკმაოდ ჭირს ბიუჯეტური სკამები, რომელზეც აქვს ეს ფეხის დასადები, ამიტომ მან შეგიძლიათ უკუსტარულად ბევრი რამე გამოიყენოთ. ეს არ არის ქარსითი, ეს არის სკამი, სადაც ბავშვი ზის, უბრალოდ სკამი, ამიტომ არ არის პრობლემა, რომ რამე ხელლაგეთი იყოს. დამატებით, რაც გვჭირდება ყველაფერი, არ არის შეუცვლელი. ანუ შეგიძლიათ ის გამოიყენოთ, რაც გაქვთ, შეგიძლიათ იყიდოთ, შეგიძლიათ პირდაპირ სკამაგიდის ზედაპირზე დასვათ ბავშვი და იქ დაუდოთ საჭმელი, შეგიძლიათ დაუდოთ თევში, რომელიც მაგალითად დაეკრობა. უკეთესია თუ თევში ეკრობა, იმიტომ რომ კიდევ ერთი რაღაც არის, რისი მოსროლად შეუძლია. და ნაკლებად დააკეთო. ნაკლები ყურადღების გადამდანი იქნება. თევში ეხმარება ბავშვს, იმიტომ რომ საზღვრები აქვს და უფრო ადვილად შეუძლია იქიდან ამის აღება, ვიდრე მაგალითად პირდაპირ მაგიდიდან, სადაც სრიალებს და მოტორიკა არ აქვს საკვარისად განვითარებული ჯერ მაგისთვის. თუმცა ისევ შეგიძლიათ რაც გაქვთ ის თევში დადოთ და სავარაუდოდ ყველას გვაქვს თევში. იმდენი თევშები, რომ ისეთი თევშები, რომლებიც თუ გატყდება გადავიტანთ. ასევე ჭიქაც, ღია ჭიქა, რაც არის ყველაზე რეკომენდირებული ბავშვისთვის, იმიტომ რომ მოკლუკვას სწავლობს და ისევ მოტორიკას ძალიან ეხმარება. ყველას გვაქვს სახლში ძველი არყის ჭიქები და ძველი ყავის ჭიქები, თურქული ყავის ჭიქები. ეს ყველაზე პრაქტიკულია, იმიტომ რომ ხელის მოკიდებაც ადვილია. და არ არის საჭირო რომ სილიკონის ვიყიდოთ, თუმცა თუ შეგვიძლია რომ ვიყიდოთ, ძალიან კარგია. სილიკონისას ვიყიდდი, იქამდე ჩემი პირველი შვილი ზუსტადაც არყის ჭიქით სვავდა ხოლმე. მე ღურიდაზე ვიდრე სვავდა, მაგრამ ასე დაიწყო. მე პირადად პირველ ბავშვთან საერთოდ ძალიან დიდხანს არ გამომიყენები არანაირი თევში, იმიტომ რომ ჩემი ბიუჯეტი არ მეძლევდა საშუალებას, რომ ეს $20-იანი და $30-იანი თევშები მეყიდე მაგ დროს.
მეორე ბავშვთან სანამ დაიწყებდა ყველაფერი მქონდა ნაყიდი და სიმართლე რო გითხრათ ყველაფერი იყო ჩამთვის. იმიტომ რომ მე მიხარობდა ლამაზთებს და ლამაზად დავაქება უფრო ვიდრე პირდაპირ გამაკიდაზე. კი, ბავშვები დიდ ესთეტიურ ღირებულებას თავიდან ვერ ხედავენ მაგაში. მაინც გავამახვილებს გამაკიდაზე ყურადღებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცუდის გამაკიდაა ბაზარზე. აუცილებლად ბავშვი უნდა ისდეს გამართული და აუცილებლად ისეთი სწობის გამაკიდა უნდა შევარჩიოთ, რომელიც ბავშვს ახლა ერგება და არა მაგალითად დიდხანს ჩაეტევა და 3 და 4 წლისაც კარგად დაჭდება. იმიტომ რომ ეგ არის პრობლემა. მაგიდა უნდა იყოს დაახლოებით მკერდის დონეზე, ან იდახვების დონეზე. თუ ყელამდე წვდება, იქიდან ბავშვი საჭმელს კომფორტულად ვერ აიღებს. ვერ მიწვდება, ვერ დაინახავს. გადაცდენას ძალიან ზრდის გადაწოლილი, როდესაც ჭამს ეგ მომენტი. ამიტომ აუცილებლად გამართული უნდა იჯდეს. და თუ ისეთის გამაკიდა გვაქვს უკვე, სადაც ვერ ჯდება გამართულად, შეგვიძლია რომ უკან რამე ჩაუფინოთ, მაგალითად დახვეული პირსახოცი ან პლედი ან რამე, რომ უბრალოდ გასწორდეს და სწორად დაჯდეს. შეგვიძლია ქვეშ რამე გავუბათ, რომ ფეხებით დასადები გქონდეს. და თუ ბევრ სკამაკიდას აქვს, როდესაც ზედანად ფეხების ნაწილი ეწევა და გაშლილი ფეხებიც ის და ეს არაფრით არ შეიძლება. იმიტომ რომ ფეხებს თუ წინ გაშლით, თქვენ თვითონაც შეგიძლიათ სცადოთ. მაქსიმალურად მოგაწვევათ მთელი სურვილი, რომ უკან გადაწვეთ და რაც შეიძლება უკან გადაიწიოთ. ამიტომ თუ ბავშვი ფრთხილად არ ზის და ყურადღებით არ ზის, ცოტა მეტი რისკია გადაცდენის, ვიდრე როდესაც სწორად ზის. თუმცა ეგ რისკი ზუსტად იგივეა ტრადიციული მეთოდით კვების. მაგ დროსაც ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც დიდად არ ესმის ხოლმე ხალხს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ვჭამ, ნებისმიერი რამე შეიძლება გადაგხდეს. და მათ შორის რაც უფრო თხევადია, მით უფრო მაღალია რისკი რომ გადაცდება. ბავშვებს ძალიან ხშირად ხდებათ, რა ყველას ვით ბავშვს საჭმელთ, გიქნებათ გამოცდილი. თუმცა რძის მარტივი ნაწილი ის არის, რომ ადვილად ამოვა იქიდან, არ გაჭედავს რამეს და სუნთქვა შეუძლია. პიურეები ასე არ არის. პიურეები საკმაოდ წებოვანია და აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ გაიჭედოს და ვეღარ ისუნთქოს. ამიტომ პიურეებთანაც უნდა ყურადღებით ვიყოთ და დავიცვათ ეს ჯდომის წესები ალბათ გასათვალისწინებელია. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საუბრისთვის, ძალიან საინტერესო იყო, იმედია მშობლებიც ისიამოვნებენ. თუ რაიმე კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ და ვეცდებით, რომ გიპასუხოთ იქვე კომენტარების სექციაში. ნათიას კი იცით სად უნდა მიაკულიოთ. ვიდეოს description-ში დავდებ ნათიას ბლოგის და ასევე ჯგუფის ლინკსაც და შეგიძლიათ თვალყური ატევნოთ. ძალიან დიდი მადლობა.